მოგესალმებით. ეს გახლავთ გადაცემა ოკნა. მე კი მისი წამყვანი დიმიტრი ნაგიევი. ოჯახი ზოგადად იდილიისთვის იქმნება, მაგრამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ყოველთვის ჩნდება ბზარი. რისი ბრალია ეს? ღალატის, ფულის თუ ქოთნის? სწორედ ამის გარკვევა შევესწრებით მე და თქვენ დღეს. მაშასე სტუდიაშია ცოლი ქალბატონი ნანული. გამარჯობა. რა სიცხე არ გამოაღეთ ფანჯარა რა იყო. შვილო მიწდი რა მიდი ფანჯარას მანდ რა. არ აქვს ხელა კაცო რა. ოიმე. პრინციპში ფარღალალა რაღაც გაცვია შენდე რატო დახსნა. ხო, სანამ დავიწყებდე მინდა ვთქვა რომ შალვას მიმართო. შალვა ჯერ ახალგაზრდები ვარ და ყველაფერი წინ არის. გურაფრის უგეშინია, ხო. საქმეს რაც შეეხება? რაც შეეხება საქმეს, ჩემი ქმარი არ მუშაობს, მე ვარ შემომტანი ოჯახში. რემონტიც მე გავეკეთე. ის ყველაფერი რკინისკარებიც მე დავაყენე, ყველაფერი, ეს ჩემი ქმარი უსაქმური თელი დღე წამოწყლაშული არის საწოლზე. ეს მომართვი, ის მომართვი, ვერ მოგართვია ეს ერთხელაც უთხარი. ხო კარგად უთხარი? კარგად უთხარი. ვაიმე, ვისა ეს მოგიღე, რა ვიცი, მაინც მიირთვი რა პირი გაისველე. არა. მიდი. გაურეცხავს არ უჭამ. გვარის შვილობიდან ჩამომივარდები, ხო იცი რა საბა. მიდი, კაცო, მიდი. მიდი ჩაგმე ისე შეჭამენ ბავშვები და შენ ახარ ვითო, მიდი. ხო და რა მიჭირდა ეხლა, რა უფიქსდები, რა მიჭირდა, რა მქონდა შენი გასარჩევი ეხლა. ვიღაც დასვნა გაუარედე და მიჭდეს გავარჩიოს, ტელევიზორში მისასვლელი რა მჭირდა მე. დამოუკიდებელი ვიყავი საერთოდ მე. ძალიან მარტო ჩავედი სტუდენტი რო ვიყავი, მარტო ჩავედი მოსკოვში, მარტო ვისწავლე, მარტო გავთხოვდი, მარტო გამოვთხოვდი, მარტო ჩამოვედი. აი ესე დამოუკიდებელი ვიყავი. რა მიჭირდა? მე გავთხოვდი 74-ში, შენ არ გეხსოვენ პატარი ვიყავი მაშინ. ხო და ისე მახსოვს. ხო და ისე მახსოვს. ჩავედი და თავიდან მოსკოვში ჩამოეთრიეს ჩემი თავგასიებული დამადგა იქ და ისაკენიო გამომყევიო ეხლა მაშინ უარი უთხარ ნუ ესე იყო ეხლა ხო და მე ჩამოვედი საქართველოში და მე მოეთრა რა თქმა უნდა და ისინი ხო არ მაყდა საჩუქრები კორჟიკები გინდა პრიანიკები გინდა რა ვიცი ყველაფერი აი ესე ამავსო ჩებურეკები მოხდა ყოველ დღე კონჩიკები რო კრემიანის სამკაპიტიანებია და აი მოხდა ხო და ისე მახსოვს სპეციალურად ხო და მე ქალაქები მომატარა რა ვიცი დიდი ანტალია გინდა ჰამბურგი გინდა გლდანი გინდა ვარკეტილი რა ვიცი თემკა ყველგან ვიყავით რა ყველგან მე ეს ქვეყანა რო აერიებს ხედრიოინ და უბედურება მე მუხიაში ვგინდა და წასვლა და ვერ წავედით გული დამწყდა ხო და ესეთი ამბავი იყო ხო მე რა იყო ეხლა შუბა მიყიდა კიდე ერთი ციგეიკის მაშინ მეც ერთი ციგეიკის მეორე ეცვა იმას ბრეჟნევის სორს მეტი კი არ იყო ორი ცალი მოაკვლევინეს სპეციალურად დღეში ორი ციგეიკა აბა ორი ციგეიკა მოაკვლევინეს მახსოვს ხო მე რა იყო მე მომიტაცა როგორ მომიტაცა ხო ისე ვახსოვს ეხლა შეპატარა რო გიყურებ ჩემი შვილების ტოლა ხარ ხო და მოვიდნენ მშობლები მოვიდნენ დააჭდნენ ესე დაათვალიერეს სახლი იქ ვანატვალეტი ნახეს სამზარეულო ნახეს პალნა ნახეს რაც იყო ეხლა რავი ყველაფერი ნახეს ხო მოეწონათ რა თქმა უნდა მე წავიდნენ ჩემები წავიდნენ ჩემიმაც ნახეს სიძე ნახეს ყველაფერი ესე ყველაფერი მე ქორწილი დანიშნეს ხელი მოვაწერე ჯვარი დავიწერეთ მე ქორწილის დღე იყო ბოლო ის კეიფი რაღაცა და აი იმ ღამეს მომიტაცა რა ვიცოდი სულელი ეხლა აი სულელი გავყევი ხო და მე ვეუბნებოდი მე აქ გამჭირებელი არა ვარ მეთქი წავალ მეთქი სახში უკან მეთქი და ტაქსის პულიც არ მქონდა ეხლა მაშინ დაღლილი ვიყავი და შემეზარა წასვლა ხო და შემეზარა დღესხვალ და შემორჩია ლოც და უსაქმოს ხო და შემდეგ მე ძალიან შეიცვალა რა აი გაუბედურდა გალოცდა
ყოველდღე მთვრალი მოდის სახში რა რაღაც галუცინაციებია გონია რომ მელოტია მელოტი ვარ მე თვითონ თქვენ შენ მელოტო რატო ვარ მელოტი ვერ გავიგე აჰა შენი ერთფერი მაქვს აჰა მელოტი ვარ შემომხედე ახლა მელოტო აი რაღაცები ელამდება ესე დღეში არის ეგ მათხოვარი ეგა აი ესე არის შვილო მე ჩემი გითხარი არ ვიცი ეს იყო ერთი მხარე მოусმინოთ მეორე მხარეს ქმარი ბატონი გურამი გამარჯობა ქალბატონო. ეხლა გავხდი ქალბატონი ხო? მათხოვარ შენ. ცოტა მოტოკენერები ხალხი ამასოლია. მიდი რა გამიხადია. დაუმაჭირე ხალხში. ნუ იცი გაიგოს ხალხმა ვინც ახარ? გაიგოს ეხლა. ვინც ახარ გაიგოს ხო? შენ ცოტა მართლა ხوار გიქრის მიდი მართლა. ამოვიდა ყელში მართლა. ბოდიში რა ეხლა აურეულებას შემოვიტანეთ. რა იყო ეხლა გეტყვი რა ეხლა. არ გათვიყავით თავიდან რა. რა ვიცი ეხლა არაფერი არ გვაქვს და რაღაცა და მე ეხლა იცი რა შეგზნება და მეუფლეთ მგონია რომ ღალატობს ვერ არის რატომ მგონიათ რომ ღალატობს რა ვიცი კაცო სახშიო შევდივარ გვერდზე ოთახიდან ღალატის ხმა გამოდის და და თქვენ რა შვებით ამ დროს რა ვიცი მე რო შევდივარ ოთახში თვალებში ნაცარს მაყრის და მე ვეღარაფერს ვეღარ ვხედავ და შენ ცოტა ვერ ახარ ხო იცი ვერ ახარ შენ ბედურო შენ ხო ღალატის და პალაციონის ხმა ვეღარ გაარჩიო თმეტი ღალატი მიდი ეხლა მართლა ეხლა არ გამაციხო რა ნერები არ მომიშალო ეხლა მე რა რას ხეყილა ეხლა უნდა მანერვიულოს რა ეხლა რა უნდა მანერვიულო ეხლა უნდა მანერვიულო გამაცოფოთ მომეკაბალ წამალი მომიგო დიმა ო მომეც წამალი ნერვიულო გადალევ შენც ეხლა მიდი გაწევ ვერ გავიგე თქვენ გამაგიჟებთ რა შენ გარჩინო შენ ჩაგაცო შენ გაჭამო საჭმელი შვილებს ჩავაცვა შვილები ვარჩინო თუ დედა შენი ვარჩინო დედა შენი გადმოწდი ეხლა რა გინდა დედა შენია სულთან დედა ეხლა გეტყველა მართლა ყველანი არაფერს და ამოც მართლა აი დებილი ვარო გამოხევი მართლა მე დებილი ვარ მართლა მოხდე დავისმენო ერთი მართლა რა თქმა დებილი ო გამინდოდა კარგი ხალო ეხლა ყველანი აკეთა ო რა იყო ხალო რა იყო რა მათქო რა იყო და ის იყო მათქო ვარო შენა ერთი შენახარი დეგენერა და მეორე ის ვახტანგი დებილები ორივე მათქო ვარო შენა ვინ ვახტანგი გალო ვინ ვახტანგი მიდი რა არები ვახტანგი არა ისა ვინ არის ვახტანგი ვახტანგი არა არავის არ არის აა სოფა მართლა ვინ არის ვახტანგი? ბატონი ვახტანგი სტუდიაში. ამ გახოვიცნობ კაცო. ეს ის არ არის. ეს ის არ არის აკიდე. ეს ის არ არის კაცო, ჩვენთან კარანაში იმალება ხოლმე, ეგ არ არის. შეუბედურო ეს რა არის? სხვა არის? ტიტელ კაცო ვეღარავ ჩვენ ეხლა ვეღარ ვამჩნევ არა ვარ მე კაცო ხო რე კარანაში ეგრე ჩვენი ახალგაზრდობა კარანაში მაქვს მე გატარებული ბატონო ვახტანგ დიახ იცნობ თუ არა ქალბატონ ნანულის დავზენით ნანულის არა არ ვიცნობ საიდან მეთოდინებოდა აბა არა არ ვიცნობ გუშინ კარგად მიცანი თანაც ორჯერ მე მათო არ ვიცნობ არ ვიცი ამისია არ ვიცნობ მე შენ მათხოვრები ხართ ორივე მათხოვრები ხართ მართლა რა კალო შენ ცოტა მორინება კონდეს უცხო კაცია კაცო ერთი შენახარ უცხო მეორე ეს არის უცხო მათხოვრებო თქვენ მიდი კაცო ეხლა უზდელი ბატონო ვახტანგ საუბრი დავზენით
საუბრიდან შევატყე, რომ თქვენ იცნობთ ქალბატონ ნანო. ნანული არ, ნანულს არ ვიცი. დაჭრილებით მოგვიყევით, სად გაიცანით ქალბატონი ნანო. ხოდა! არა გიხარ, ხა? არა! ვარეთხელ მომშივდა. ხოდა, რომ მომშილდა ხოლმე, ჩავდივარ ხოლმე იქ ჩემთან რა, იქ ძისა. ბაზარში ჩავდივარ ხოლმე და კარტოფილი მიყვარს. კარტოფილი მიყვარს და ჩავდეგი რიგში. კაი კარტოფილი ხო და ჩავმოტანილი კარტოფილი ხო და მივიდი ჩავდი რიგში და ვიღაცა გამატარეთო ქალი მიყვირის. ხო და რომელი ხარ მე ხო ის კარტოფილი როგორ მიყვარს. ხო და რომელი ხარ გამოიყენა მე ვარო. არა გავატარე და თურმე ესა ყოფილა. ესა ყოფილა და დაუთმერი იგი, მაგრამ არ ვიცნობ ამას მე. აი ესე რა. ხო, ვიყიდე კარტოფილი მე შემწვარი და გამოვედი და იქ ვიყიდე ისა. ხო. იღბლენ დარტის ბილეთი. ხო და გადავიღე და მოვიგე ნივა. ხო, დიდი მადლობა ნივას. შეუბედო რა ვერ არის ჭკუაზე, რას ბოდიალო ფერტი ვიცოდი. რას ბოდიალო? რა ნივა. რა კიდე მორიდება კონდეს, კაცს უცხოარი. ვისი მორიდება უნდა მქონდეს? კაცია ნივა. ოი, ნივა. არ ვიცო მე ამას ერთ-ორჯერ ისა კაფელი გაუკეთე გონი კაფელი პარკეტი დაუგე დამეთლაყი და ის კაფელი შეგაკეთე. შეგენაცვალე შენ. აი კაცი რა. ადამიბაცო. აბა. შეგაიკაცო შენ. იმ კანადას შეიმალები. სატოლების მეტი რა გვა გამო დაგაკეთე. რა ვიცი აბა. ზნეცივა მეც. შენ კიდე ეჩხუბები ამ ხელა კაცსა. ის ეჩხუბები ორივე დეგენერატები ხარ მადლა. იდი ეხლა შენ მასა ხალი ხო არ გონი აი თუ წამოგიდე. ახლა რა მოგდაკეთე. იგო მისკლები მაგ მოდი